გადაცემის გენერალური სპონსორია ავტობანი. უმაღლესი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებისა და სერვისის 29 წლიანი გამოცდილება. გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. გადაცემა შენობით ბიზნესის პარტნიორია სენა ავტო. გადაადგილებას უზრუნველყოფს ელექტრომობილი სენა i400. შენი ელექტრომობილი. 1 2 წავიდა. ესეთი პრობლემა და ესეთი ბიუროკრატიული ბარიერები თუ დავახვედროთ ჩვენ ბოდიში მომეთხოვია ტუალეტის დადგმას. სადმე მაშინ კარგად ყოფილა ჩვენისავე რა ჰედჯ ფონდებზე ვსაუბრობთ და რა იმას ენჯელურ კაპიტალზე და რა დაკრედიტებაზე ვსაუბრობთ, კიდე აღარ გვინდა აღარაფერზე ლაპარაკი. ხო რა? თუ ტუალეტი ვერ დავდგით, რა ვიცი, რაღაც რომელიმე მუნიციპალიტეტში ხა, მაშინ რა ვიცი, დავალებოთ ყველაფერზე ლაპარაკი. აი რა პრობლემა კრეფსითად მინდა რომ გაარბაზოგადოთ რა. ერთ-ერთი პრობლემა იყო მასოს, რომ ერთ-ერთ რეგიონში ჩავედი და ტურისტული არ მიდიხა დავასახელო იმის გამგებელი იყო და რაღაც ღონისძიება ჰქონდა იქ რა და მე ვთხარი მეთქი იცი რაღაც ერთი ცოტა ისეთი უხალხული რამე უნდა გითხრათ როგორც ვთხარი ამ ცენტრზე ვაპარაკო თან ისეთი ტურისტული ცენტრი იყო რეგიონში ხო მნიშვნელოვანი რომ ვთხარი კაცო ეხლა იქნება ტუალეტი აკეთებინა თან რა მეთქი რა რეალურად რა მოხდა ანაკლიის სპორტის შემთხვევაში მოხდა ძალიან მარტივი რამე კონტრაქტში რომელიც იყო გაფორმებული ანაკლიის კონსორციუმსა და სახელმწიფოს შორის პირველი პირობა იყო რომ კონსორციუმს უნდა მოეზიდა საკუთარი კაპიტალი სადღაც 70 მილიონი დოლარის ფარგლებში. ზუსტი ციფრი არ მახსოვს, მაგრამ 70 მილიონის ფარგლებში. ამაზე კონსორციუმმა და მისმა ხელმძღვანელებმა და მონაწილეებმა ძალიან ბევრი იმუშავეს, რომ ეს თანხა მოეზიდათ. მაგრამ სამწუხაროდ ბოლო-ბოლო მოხდა ისე, რომ ამ თანხის მოზიდვა მათ ვერ შეძლეს. დღეს რა აწევს მაშინ მთავრობას და იმ საინვესტიციო ჯგუფებს ჩინურ სინგაპურულ კომპანიას, რომელიც ჩაება ამ პროექტის განხორციელებაში, რა აძლევს ოპტიმიზმის საფუძველს? თუ არის ეს ოპტიმიზმის საფუძველი დღეს საერთოდ? ხო, ესეთი მე მგონია ჩემი ინფორმაციით ჩინური და სინგაპურული კომპანიის ჩაბმულობა ამ პროექტში ჯერჯერობით აბსოლუტურად არ არის დადასტურებული. დადასტურებული არ არის. არ არის და მე მგონია ძალიან ფეხს ითრევენ. სახელმწიფო იმიტომ არის, რომ უნდა გაუმკლავდეს. და ამას ჩვენ ვერ გაუმკლავდით. ხან იქიდან მე გეტყვით, როდესაც ვიყავი სამინისტროში, მე მოვითხოვე უწყებათა შორის სერიოზული სამუშაო ჯგუფის შექმნას. საერთოდ მე ვთვლი, რომ ჰიდროენერგეტიკის აშენებას ცალკე სამინისტრო შეიძლება ითხოვდეს კიდევაც. ისეთი მნიშვნელოვანი საკითხია. დღეს ჩემი აზრით, ყველაზე დიდი საშუალება არის ამ ელექტროენერგიის ექსპორტი დატა ცენტრების საშუალებით, მონაცემათა ბაზების ცენტრების საშუალებით, რომელთა აუცილებლობა და უზარმაზარი სიმძლავრეების შენებლობა დღეს ამერიკაშიც არის დაგეგმილი. მოგესალმებით. მოვედით ავტობანში სენა i400-ით, ჩვენი შენობით ბიზნეს მობილით, შეიძლება თამამად ითქვას და მოვედით ავტობანში, სადაც დაიწყება რამდენიმე წუთში ძალიან საინტერესო ინტერვიუ. ჩვენი სტუმარი იქნება ყოველკვირეული სატელევიზიო ბიზნეს ჟურნალის შენობით ბიზნესის გიორგი კობულია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი. ვისაერთოდ ძალიან საინტერესო თემებზე გვექნება დიალოგი და საუბარი, ამიტომაც ბატონი გიორგი უკვე გველოდება, ამიტომაც მე უკვე გადავინაცვლებ შიდა ლოკაციაზე ავტობანში და დავიწყებთ ძალიან მაგარ ინტერვიუს. დავიწყეთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ქალბატონებო და ბატონებო, ვიწყებთ ყოველკვირეული სატელევიზიო ბიზნეს ჟურნალის შენობით ბიზნესთან. მორიგი ძალიან საინტერესო ეპიზოდის ჩაწერას და როგორც დაგპირდით, ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია ბატონი გიორგი კობულია. გიორგი, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად და გამონახეთ დრო და კიდევ ერთხელ იღებ მონაწილეობას ჩვენს უკვე სხვა ფორმატში. იმიტომ რომ ძალიან საინტერესო იყო, მინდა ვთქვა, ჩვენი მონეტიზაცია, სადაც ძალიან საინტერესო განცხადებები გააკეთე და დარწმუნებული ვარ, აი ამ განსხვავებულ ფორმატში უკვე განსხვავებულ რაკურსში და გაცილებით უფრო დიდ ქრონომეტრაჟში ვისაუბრებთ უკვე სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე. როგორ ხარ პირველ რიგში? ძალიან კარგად, სანდრო, მადლობა მოწვევისთვის.
გიორგი ქობულია, განათლება ემორის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა, ატლანტა, ჯორჯია, ამერიკის შეერთებული შტატები. მიენიჭა ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია McKinsey-ის უფროსი პარტნიორი. ფარმაცევტულ კომპანია Mercy & Co წარმომადგენელი საქართველოში. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი. მეორედ ვარ უკვე ამ კვირაში შენი სტუმარი და ძალიან სასიამოვნოა რომ რაღაცას საინტერესოს ვამბობ ალბათ. მადლობა პირიქით. და ნამდვილად ეს ასეა, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ უკვე სათვალავით ამერია იმდენ საინტერესო თემაზე დავიწყეთ საუბარი გადაცემა მონეტიზაციაში და მიხარია ამავდროულად რომ შენობით ბიზნესში აი ამ თემებს ვაგრძელებთ. პირველი საკითხი, რაზეც მე მინდა შევაჩერო ყურადღება და ცოტა ცლად გავშალოთ ეს თემა, არის ანაკლიის სპორტის საკითხი, სადაც ძალიან საინტერესო კომპონენტები დაასახელე და მაგალითად იგივე ძალთა დაბალანსების ბიზნეს პოლიტიკის ჭრილში თქვი ესეთი რაღაც რომ კარგი იქნებოდა თუ მაგალითად ანაკლიის სპორტს განახორციელებდა 4 მხარე, ეს იქნებოდა ევროპული, ამერიკული, ჩინური და რუსული კომპონენტი 25-25%-იანი პარიტეტით. მე მაინტერესებს აი საბოლოო ჯამში აი ესეთი ტიპის მოდელი თუ აირჩევდა ქვეყანა საბოლოო ჯამში, რისკენ მიიყვანდა ზოგადად ქვეყნის ლოჯისტიკას და საინვესტიციო პოზიციონირებას იმთავითვე. სანდრო, კი, მე მგონი ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, როგორც მე აღვნიშნე, საინვესტიციო კლიმატის შესაქმნელად საქართველოში, იმიტომ რომ ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რადგან მე ვისაუბრე და სხვათაშორის დღესაც ხონდა ერთ-ერთ მსხვილ ევროპელ ინვესტორთან საუბარი ინვესტიციების მოზიდვა საქართველოში და მანაც ზუსტად ეს პრობლემა დაასახელა, რომ თავს შევიკავებთ, მითხრა, იმიტომ რომ გეოპოლიტიკური არასტაბილურობა ვერ ხედავთ თქვენს ქვეყანაში როდის დასრულდება. ისევ და ისევ მივდივართ გეოპოლიტიკურ სტაბილურობამდე. და გეოპოლიტიკურ სტაბილურობაში, რა თქმა უნდა, იგულისხმება ის, რომ ინვესტორს უნდა რომ დაინახოს, რომ მის ინვესტიციას არაფერი არ დაემუქრება. როდესაც ჩვენ ვართ იმ რეგიონში, სადაც ვართ, როდესაც ჩვენ მაგალითად როგორც მე ვახსენე წინა გადაცემაში ჩვენს კონსტიტუციაში გვიწერია რომ უნდა გავხდეთ ნატოს წევრი. ამ დროს ეს ჩვენი მეზობელი ქვეყანა რუსეთისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ეს ქმნის ძალიან დიდ რისკებს, რომ რაღაცა მომენტში შეიძლება გადაიზარდოს სამხედრო დაპირისპირებაში. ანუ რუსეთი ამბობს და აცხადებს, რომ ის არ დაუშვებს იმას, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი. ჩვენ ამავე დროს ამას უგულებელ ყოფთ. თვითონ ჩვენ ეს არ გვესმის. მაგრამ ეს სიტუაცია, რომელიც ესეთი შეკიდული ჰაერში სიტუაცია, ქმნის ძალიან დიდ გაურკვევლობას ინვესტორებისთვის. ამიტომ ჩვენ თუ გვინდა ეს ინვესტორები მოვიზიდოთ, იგივე დასავლელი ინვესტორები, ჩვენ უნდა გავმუხტოთ ეს სიტუაცია. როგორ უნდა განვუხტოთ? ჩვენ, ჩემი აზრით, უნდა გქონდეს მეგობრული და კარგი ურთიერთობა როგორც ჩინეთთან, ევროპასთან, შეერთებულ შტატებთან და აგრეთვე რუსეთის ფედერაციასა და ჩვენ სამეზობლოსთანაც. მაგრამ პირველ რიგში რა თქმა უნდა რუსეთის ფედერაციას, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე ანგარიში გასაწევი ძალა ამ რეგიონში. როგორ შეიძლება ჩვენ ვაჩვენოთ რომ ესე არის, რომ ჩვენ გვაქვს ნორმალური ურთიერთობა ყველასთან და ყველას მეგობრები ვართ. ეს არის საერთო საინვესტიციო პროექტების განხორციელება, მსხვილი პროექტების. ეხლა მე არ მინდა ეხლა მაინდა-მაინც ჩვენ ანაკლიეზე შეიძლება ვილაპარაკოთ, მაგრამ მაინდა-მაინც მარტო ანაკლიეს ეს არ ეხება. აი მე მინდა წამოვწიო შემდეგი კატეგორია მსხვილი ინვესტიციების, რომელიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს არის ჰიდროენერგეტიკის განვითარება. კი, ჰიდროენერგეტიკა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჰიდროენერგეტიკაზე სანამდე გადავალთ. მე მინდა ანაკლიის სპორტზე კითხო მაინც, სიღრმისეულად ჩავიდეთ ამ თემაზე და ჰიდროენერგეტიკა, მადლობა უპირველეს ყოვლისა, რომ ამ თემას შეეხდა. ჰიდროენერგეტიკაზე ასევე ძალიან ბევრი გვექნება სასაუბრო. რეალურად რა მოხდა ანაკლიის სპორტის შემთხვევაში? მაშინ როგორც ვიცი, შენ მოგიწია გარკვეულ მონაკვეთში ეკონომიკის მინისტრი იყავი. როდესაც ეს თემები დაიწყო და აი რეალურად რა მოხდა ანაკლიის სპორტის შემთხვევაში. კი ბატონო, მე მგონი რასაც ახლა მე ვიტყვი ძალიან ბევრი მაყურებლისთვის არ იქნება ახალი, იმიტომ რომ მე ამაზე ჯერ კიდევ 4 და 5 წლის წინ ვისაუბრე არაერთხელ და მას მერეც მოხდა ძალიან მარტივი რამე. კონტრაქტში, რომელიც იყო გაფორმებული ანაკლიის კონსორციუმსა და სახელმწიფოს შორის, პირველი პირობა იყო რომ კონსორციუმს უნდა მოეზიდა საკუთარი კაპიტალი სადღაც 70 მილიონი დოლარის ფარგლებში. ზუსტი ციფრი მე არ მახსოვს, მაგრამ 70 მილიონის ფარგლებში. ამაზე კონსორციუმმა და მისმა ხელმძღვანელებმა და მონაწილეებმა ძალიან ბევრი იმუშავეს, რომ ეს თანხა მოეზიდათ.
მაგრამ სამწუხაროდ ბოლო-ბოლო მოხდა ის, რომ ამ თანხის მოზიდვა მათ ვერ შეძლეს. ამ თანხის მოზიდვის შემდეგ ირთვებოდა შემდგომი მექანიზმები სხვა თანხების მოზიდვის, რომელიც მოდიოდა სახელმწიფოსგან, მოდიოდა კრედიტორებისგან. მაგალითად, სახელმწიფოსგან ამ თანხის მოზიდვის შემდგომ თუ ისინი აჩვენებდნენ კონსორციუმის სახელმწიფოს თანხები მოზიდულია, შემდეგ ხდებოდა მიწების გამოყოფა და ესე შემდეგ. სამწუხაროდ აი ამ პირველ ბარიერს თვითონ აი ამ 70 მილიონის მოზიდვას კონსორციუმი ვერ გაუმკლავდა. ეხლა და რა თქმა უნდა, ამან გამოიწვია ის, რომ პრაქტიკულად ეს კონტრაქტი ჩაეშალათ. მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰქონდათ განსაზღვრული დრო მიცემული იმისთვის, რომ ეს პირობა შეესრულებინათ, ეს პირობა ვერ შეასრულეს მათ, მიუხედავად იმისა, რომ ეს გადავადებული იყო კიდევ რამოდენიმეჯერ სახელმწიფოს მიერ, მთავრობის მიერ. ანუ ეს დედლაინი გადავადებული იყო რამოდენიმეჯერ, მაგრამ მაინც ვერ შეასრულეს ეს პირობა. ამ 70 მილიონის შეგროვების პირობა. რითაც მათ დაარღვიეს პრინციპში კონტრაქტი. და რა თქმა უნდა, ამიტომ სახელმწიფო იძულებული გახდა, რომ ეს კონტრაქტი მათთვის გაეუქმებინა. გიორგი, რამდენადაც აი როგორც გავრცელდა მე ჩვენ ცხადია ხა ამ კითხვით მათ შორის მამუკა ხაზარაძეს მივმართავთ აუცილებლად ჩვენ შემდეგი გადაცემებში, მაგრამ იცი რა მაინტერესებს, აი რა ინფორმაციაც ვრცელდებოდა და ვრცელდება, ხო? რომ რეალურად ეს პროექტი გადაყვა და შეეწირა გეოპოლიტიკურ ინტერესებს, რომ იქ ამერიკელების შემოსვლა არ დაუშვეს და ამ შემდეგ ეს რამდენად შეესაბამება სიმართლეს, თუ ტიპიურად ბიზნეს ვალდებულებების შეუსრულებლობა შეეწირა ეს პროექტი. მე მგონია ყველა ვიცის და ეს უბრალოდ რაღაც ალბათ პოლიტიკური ლაპარაკია, რომ ვითომ რაღაც გეოპოლიტიკური ინტერესებს რა თქმა უნდა ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ეხლა მე ვიყავი იქ განსაზღვრული საკმაოდ დიდი ხანი და მე ვიყავი ერთ-ერთი ცენტრალური მონაწილე ამ მოვლენების. მე გეტყვით, არანაირი გეოპოლიტიკური საკითხი არ იდგა და არანაირი პოლიტიკური ზეწოლა არ ყოფილა არც ერთი მხრიდან. ეს იყო წმინდად ბიზნესური პროექტი, წმინდად ბიზნესურს თვალსაზრისით ის ჩაიშალა. ეხლა რა მინდოდა მე მეთქვა, რომ რა თქმა უნდა ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ამ 70 მილიონის მოზიდვა საკმაოდ რთული ამოცანა გამოდგა კონსორციუმის თვის. რატო? ისევ და ისევ იმიტომ, რომ ბევრი ინვესტორი საქართველოს განიხილავს როგორც მაღალი რისკის ქვეყანას. ამიტომ ესეთი მაღალი რისკის ქვეყანაში, გეოპოლიტიკური რისკის ქვეყანაში, ანუ მე მგონია ჩვენ ხვდებით და მაყურებოდი, რომ ეს გეოპოლიტიკური რისკის ხო ის კი არა, რომ ვიღაცა ზეწოლას ახორციელებს, რომ ინვესტორებს ბევრს რეალურად ეშინიათ ესეთ ქვეყანაში, როგორც საქართველოა, რომელიც იმყოფება რუსეთთან დაპირისპირებაში და არის რუსეთის საზღვარზე, ესეთ ქვეყანაში დააბანდონ მნიშვნელოვანი თანხები თან ინფრასტრუქტურაში ისეთში, როგორც არის ანაკლიის პორტი, რომელიც მით უმეტეს არის აფხაზეთის პრაქტიკულად აფხაზეთთან 20 კილომეტრში. ესეთ პროექტში დააბანდონ ფული, რომელიც არის ძალიან გრძელვადიანი პროექტი. ანუ ეს პროექტი ახლა აქ უკუგება მიიღო, ეს არის 20-30 წელი. აი ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, ალბათ არ იყო ბოლომდე გათავისებული კონსორციუმის მიერ, რომ ამის გაკეთება ძალიან რთული იქნებოდა, ამ ინვესტორების მოზიდვა. განსაკუთრებით ინვესტორების, ხა ამერიკელი ინვესტორის მოზიდვა კატასტროფულად რთული არის ასეთ პროექტში. ისე აი კონტი ჯგუფი ხო იყო? კონტი ჯგუფი რატო გავიდა თუ გაქვს მაგაზე ინფორმაცია? ეხლა ეს მე ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ კონტი ჯგუფი იმდენად ინვესტორი არ იყო, კონტი ჯგუფს ფული პრაქტიკულად არ დაუდია. პრაქტიკულად. ისინი უფრო აი ოპერატორობისკენ უფრო იხრებოდნენ ვიდრე ინვესტორობისკენ. ინვესტორობისკენ რო იხრებოდნენ, ახლა კონტი ჯგუფს ჰქონდა შესაძლებლობა რომ ფული დაედო, მაგრამ არ დადეს. იმიტომ რომ ისინი ამას უყურებენ ესეთი თვალით. და თან წარმოიდგინეთ ახლა აქ თუ ჩვენ ვლაპარაკობთ მსხვილ კომპანიებზე და მსხვილ ინვესტორებზე, ახლა ამერიკული ინვესტორებისთვის პრაქტიკულად მათ ცოტა იციან საქართველოზე, იციან რომ გეოპოლიტიკური არასტაბილურობაა. მათ არ აქვთ რაღაცა თავისი ან ასოცირებული მათთან ტვირთები, როგორც მაგალითად ჩინელებს, რომელიც შეიძლება გაიტანა, ამიტომ მაგათი მოზიდვა ძალიან რთულია ესეთ პროექტში. ეხლა ამ დროს მაგალითად ჩინელების მოზიდვა უფრო მარტივია, იმიტომ რომ ჩინელებს
ჩინელებს იციან რომ ტვირთებმა უნდა გაიარონ ევროპაში და ეხლა თუ დიდ რაოდენობას ვერა რაღაც ნაწილს მაინც გაატარებენ ამ ანაკლიეს. ამიტომ მაგათთვის რაღაცა ლოგიკას კიდე ხედავენ ამაში. კი ბატონო. ეხლა ჩვენ ევროპელებისგან, ეხლა ინვესტორებისგან მსხვილი ოპერატორები, ერთ-ერთი უმსხვილესი და ესეთი ბევრი არ არის, მაერსკი უკვე ჩაბმულია ფოტოსპორტში. ეხლა მაერსკისთვის ეს კონკურენტია. ეხლა ის ამბობს მე რა თქმა მე ჩემი ფოტოსპორტი ვერ დავტვირთე ბოლომდე ჯერ. ტექნიკურ ეკონომიკურ ნაწილზე რომ მივიდეთ, ეხლა კაი თემას შეეხეთ. ეს გეოპოლიტიკური რისკები არსად არ წასულა. გეოპოლიტიკური რისკები არის, იყო და კიდე იქნება მომავალში, იმიტომ რომ არასტაბილურ რეგიონში ვცხოვრობთ. რუსეთ-უკრაინის კრიზისი, აზერბაიჯან-სომხეთის კრიზისი და პლუს ამას ემატება კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომ 2016 წლის feasibility max წაკითხული, სადაც პრინციპში გაცხადებულად წერია, რომ ტვირთების რაოდენობა ცენტრალური აზიიდან და ჩინეთიდან არის შემცირებული. ანუ რეალურად ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, ხო, აი თუ გავყვებით ამ დოკუმენტს, ფაქტიურად აი ამ მოცემულობით ალბათ ანაკლიის სპორტს დატვირთვა არ უნდა კონდეს, იმიტომ რომ ეხლა წეგან ახსენე და გეთანხმები აბსოლუტურად, რომ ხო, ფოთისპორტიც ვერ აუდის რაღაცებს, იქ ყულევშიც არის გარკვეული გამოწვევები, ბათუმშიც არის გარკვეული გამოწვევები და ჩვენ შევდივართ ახალი ღრმაწყლოვანი პორტის პროექტით, რომლის დატვირთულობის კოეფიციენტი ჯერ კიდე სათუოა და საკითხავია. ჩინეთიდან რა ტვირთები წამოვა, ცენტრალური აზიიდან რა ტვირთები წამოვა, მე ამას სად დავასაწყობებთ, სად გავიტანთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე მაინტერესებს, აი დღეს რა აძლევს მაშინ მთავრობას და იმ საინვესტიციო ჯგუფებს, ჩინურ სინგაპურულ კომპანიას, რომელიც ჩაება ამ პროექტის განხორციელებაში, რა აძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, თუ არის ეს ოპტიმიზმის საფუძველი დღეს საერთოდ. ხო, ჯერ ესეთი მე მგონია ჩემი ინფორმაციით ჩინელი და რაღაც სინგაპურული კომპანიის ჩაბმულობა ამ პროექტში ჯერჯერობით აბსოლუტურად არ არის დადასტურებული. დადასტურებული არ არის. არ არის და მე მგონია ძალიან ფეხს ითრევენ. აბა ვინ აკეთებს? მთავრობა აკეთებს. ჯერჯერობით არავინ არ აკეთებს, როგორც ხედავთ. იმიტომ რომ რთულია ისევ და ისევ, იმიტომ კი რომ ვიღაცას არ უნდა. ეხლა რატო არის მთავრობა ესე დაინტერესებული ჩემი გულახდელი გადმოსახედიდან, იმიტომ რომ ისინი აგრეთვე ექვემდებარებიან რაღაც საზოგადოებრივ წნეხს ამ თვალსაზრისით, რომ აბა ანაკლია რატო არ გააკეთეს ეს პროექტი და აი ეს პოლიტიკური თამაში არის ნაწილობრივ რა. მე მგონი იმიტომ ნაწილობრივ მე მგონია მაგათაც ძალიან კარგად ესმით. ეხლა როგორ არის ამისი ეკონომიკური დასაბუთება მე მახსოვს როდესაც მე შევიდი მთავრობაში და ვიყავი სამინისტროში, ეკონომიკის სამინისტროში, მე მოვიძიე ამის ეკონომიკური დასაბუთება. სამწუხაროდ ეკონომიკური დასაბუთება პრაქტიკულად არ იყო. ანუ იყო რაღაცა ციფრები ჩადებული Excel-ის ფაილში და ის ციფრები რაზე იყო დამყარებული ტვირთბულმა გაურკვეველი იყო. ამიტომ მე მივედი როდესაც კონსორციუმისგან ვერ მივიღე ეს საბუთი მე ჩემს სამინისტროში არსებულ ანალიტიკურ ჯგუფს, რომელიც მე შევქმნი, ვთხოვე რომ გაეკეთებინათ რამოდენიმე წერტილოვანი ანალიზი. კერძოდ რომ შეედარებინათ აი ამ ჩვენი საქართველოს გზის კონკურენტ უნარიანობა, თქვათ ყაზახეთიდან რომ რუსეთის გავლით გაეტარებინათ ტვირთი. და რა თქმა უნდა ჩვენ დავინახეთ რომ ნუ ჩვენი გზა ფასის ღირებულების მიხედვით ვერ იგებს. გასაგებია რატო, როგორც ჩვენ ვილაპარაკეთ, რომ უნდა ყაზახეთიდან ტვირთი უნდა მოიტანო კასპიის ზღვაზე, დატვირთო გემზე, გემიდან უნდა გადატვირთო ისევ რკინიგზაზე უნდა გადატვირთო საქართველოში, ისევ გემზე უნდა მივიდეს კონსტანცაში, მაგალითად კონსტანცაში და შემდეგ უნდა გადატვირთო ისევ მატარებელს. როდესაც ყაზახეთიდან ევროპაში რუსეთის გავლით პირდაპირ შეგიძლია მატარებლით გახვიდე. ეგ ერთი, მეორე ნოვოროსისკის პორტს ვერ უგებდა. ვერც ნოვოროსისკის პორტს, მე ნოვოროსისკის პორტში შედიოდა პირდაპირ. თუ შავი ზღვით გვინდა გადატანა, იმიტომ უკვე კასპიის ზღვის გარს აღარ იყო საჭირო. ამიტომ ამასთან დაკავშირებით, ნუ დიდი კითხვები დავემბა და არა მარტო მე, არამედ კრედიტორებსაც. ამიტომ მაშინდელი ერთ-ერთი ძირითადი კრედიტორი იყო EBRD-ის ხელმძღვანელი მოვიდა ჩემთან და მითხრა ბატონო გიორგი, ჩვენ ვერ ხედავთ ბიზნეს კეისს აქ. ამიტომ ჩვენ გვაპატიეთ, მაგრამ ჩვენ ამაში ვერ მივიღოთ მონაწილეობას თუ არ იქნება სახელმწიფო გარანტიები. იმიტომ შეიძლება ჩვენი ფული ვერ დავიბრუნოთ. აი ეს იყო და აი ამას ყველაფერს რა აგორდა, ნუ რა თქმა უნდა, უბრალოდ არ გამოვიდა ეს პროექტი და მე მესმის კონსორციუმის გული თუ დოდოდა შეიძლება ვერ გათვალეს. მაგრამ თუ ჭირდებოდათ რომ მიეღოთ გარანტიები, რომელიც მე მოითხოვს, მაშინ ეს გარანტიები თავიდანვე უნდა ჩაედოთ კონტრაქტში. რაც მე შეიძლება ესეც არის, უნდა ჩაედოთ კიდევაც.
აი მე მაგალითად თქვი წინა გადაცემაში რომ მე რო ყოფილიყავი დღეს დიახ გარანტიებსაც ჩავდებდი, მაგრამ იმ პირობით რომ აი 4 ინვესტორს მოვიზიდავდი, იმიტომ რომ ეს ჩემთვის იქნებოდა უფრო პოლიტიკური პროექტი, რომ მე გარემო შევქმნა საინვესტიციო კარგი ქვეყანაში. ძალიან საინტერესო და ძალიან ამოუწურავი თემა არის ეს პორტის საკითხი და კიდევ ერთხელ მე არ ვიცი, ეხლა შენ როგორც ამბობ, ხელისუფლებას ალბათ უფრო მეტი გამჭვირვალობა მართებს, რეალურად ვისთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ძალიან აქტიურად მუსირებს იგივე ჩინურ, სინგაპურული კომპანიის საკითხი, მაგრამ ხო, ეთანხმები აბსოლუტურად, რომ ქმედითი ნაბიჯები ამ კუთხით არ გადადგმულა. ჩვენ მარტო გვესმის განცხადებები და მიხარია ოპტიმიზმის, რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნახოთ 2025 წელს ჩაიდება თუ არა კაფსულა და დაიწყება თუ არა პორტის მშენებლობა. დავალოდოთ. სხვათა შორის ამ თემასთან პირდაპირ პროპორციულად ილინკება უკვე სხვა თემები, რომელზეც ანალოგიურად მინდა გადავიდე და ესეც ერთგვარი ილუსტრაცია არის ინვესტორებთან ურთიერთობის. ჰიდროენერგეტიკა, რომელიც დაანონსე და რომელზეც ასევე შეგვიძლია რომ ძალიან ბევრი ვისაუბროთ და მე დიდი ეჭვი მაქვს და მეშინია რომ ალბათ ეს დრო შეიძლება არ გვეხოს ჰიდროენერგეტიკაზე და არა მარტო ამ თემებზე სასაუბროთ. მოკლედ, ეხლა რა ხდება? და მაყურებელმა იცის ძალიან კარგად ეს პრეისტორიაც, რაც ზოგადად ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით ჰქონდა. ძალიან მარტივი, პრიმიტიული თეორიით დავიწყებ და მე უკვე შევიდეთ ფინანსურ და საინვესტიციო სიღრმეებში. ხდება რა? საქართველოში იზრდება გენერაცია, იზრდება მოხმარება და ჩვენ ამ მზარდ მოხმარებას, როგორც კომერციულ სექტორში, ასევე საცალო სექტორში, თუ არ დავაწიეთ დადგმული მზარდი სიმძლავრეები და უპირველეს ყოვლისა ეს არის ჰიდროენერგეტიკა და ჰიდრომიმართულება, ძალიან მაგარია მზე, ძალიან მაგარია ქარი, მაგრამ ის ვერ ქმნის ბაზის დადგმული სიმძლავრეების, მით უმეტეს ატომური ელექტროსადგური, რომელიც სეისმურად აქტიურ რეგიონში ალბათ ძალიან საშიში იქნება და დავარი რა არის, ღმერთმა გვაჩუქა ბევრი მდინარე და ჰიდრორესურსების გამოყენება იქნებოდა ყველაზე კარგი ოპტიმალური საშუალება ამის. თუ ჩვენ დადგმულ ჰიდრორესურსებს არ დავაწევთ ამ მზარდ მოთხოვნას, ხვალდაზე ჩვენ გავხდებით ენერგოდამოკიდებული ქვეყანა და მთლად უარესი. ამაზე უარესი რა უნდა იყოს, არ ვიცი, მაგრამ მთლად უარესი შეიძლება იყოს ის, რომ გაგვიძვირდეს რეალურად ელექტროენერგია და კომუნალურებზე გადასახადი. არაერთ გზის გადავადდა ეგრეთ წოდებული 50 ჰესის პროექტი. მე ამაზე თამამად გესაუბრები, იმიტომ რომ ენერგეტიკის სამინისტრო მაშინ უკვე ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო, როცა შენ მოგიწია ეკონომიკის მინისტრად მოღვაწეობა. აქედან გამომდინარე, მე მაინტერესებს საბოლოო ჯამში ხუდონის პროექტი გაჩერებულია, ნესკრა არ ვიცი, გაჩერებულია, თუმცა არ მინდა რაღაცნაირად ნეგატიურად ვისაუბრო ამაზეც, ნამახვანი გაჩერებულია. და არამც თუ გაჩერებულია ნამახვანი, არამედ ჩვენ საერთაშორისო არბიტრაჟმა გაგვამტყუნა 393 მილიონი ევროს ჯარიმა გამოგვიწერა, იმიტომ რომ ენკა გავაგდეთ. გავაგდეთ თქო, შეგრებულად ვიძახი, იმიტომ რომ ეს ჩვენი ბრალიც, ჩემი ბრალიც არის. ყველაფერს დავიდავანებოთ. მასმედიის ბრალიც არის ალბათ, ხო? ვერ დავიცავით ინვესტორის ინტერესები და რეალურად ვერც გავიგეთ რა ხდებოდა, ხო, საბოლოო ჯამში. ამან კი იმ თავითვე თაროზე შემოდო ეგრეთ წოდებული 50 ჰესის პროექტი, რომელიც, ჯერ კიდევ გაურკვეველი ვადით გადავარდა. მოკლედ წინადადებას ვიტყვი და მე მოგისმენ. ეკონომიკის მინისტრს აქვს ბატონ ლევანს, აქვს დავითაშვილს, აქვს ასეთი ხედვა, რომ 2025 წელს უნდა დაიწყოს რომელიმე კონკრეტული ჰესის, ამ შემთხვევაში ნამახვანზე არის საუბარი, ჩვენს ეთერში გააკეთა ეს განცხადება სხვათა შორის, ამ ჰესის მშენებლობა და სახელმწიფო ასეთ მსხვილ სტრატეგიულ მასშტაბურ პროექტში უნდა იყოს მაჟორიტარი, მინიმუმ 51%-იანი საწესდებო კაპიტალის ფლობელი. მე მაინტერესებს, ეს დიდი ორომტრიალი, რაც დღეს ხდება ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით. საბოლოო ჯამში რამდენად მივყავართ ამას გარკვეული კონსენსუსისკენ, რამდენად არის ენერგეტიკული პოლიტიკა დღეს განსაზღვრული და რეალურად მე მაინტერესებს დღეს ჩვენი ენერგოპოლიტიკა სად მიდის. ხო, რთული საკითხი არის. სხვათა შორის სანამ ამაზე გადავალ, მინდა და მეთქვა, რომ ჩვენ წინა თემას რო შევეხეთ, იქ იყო ძალიან დიდი თემა რკინიგზასთან დაკავშირებით. კი ბატონო. ალბათ რაღაც მომენტში მოსულა დაუბრუნდეთ, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი მტკივნეული წერტილი არის ჩვენ. დიდი სიამოვნებით, კი ბატონო. ეხლა რაც შეეხება ენერგეტიკას. პირველ რიგში, ჩემი აზრით, ჩვენ აუცილებლად უნდა ავაშენოთ ყველა ის ჰესი, რომლის შესაძლებლობა გვაქვს. იმიტომ რომ ჩვენ როგორც ქვეყანას ეკონომიკურად კონკურენტული უპირატესობები ძალიან ცოტა გვაქვს, ძალიან. ეხლა ნახეთ, რა არის ჩვენი დღესდღეობით ყველაზე დიდი კონკურენტული უპირატესობა, რომელიც უკვე რეალიზებული არის დიდ ნაწილად. ეს არის ტურიზმი. რატო არის კონკურენტული უპირატესობა ჩვენ? ან ჩვენ კარგ კონკურენციაში ვიხსენებთ, კარგი ბუნება გვაქვს, 4 სეზონი გვაქვს ტურისტული, გვაქვს საშეძლებო ტურისტი მივიღოთ,
ზღვაც გვაქვს, მთაც გვაქვს და ისტორიაც გვაქვს ძალიან დიდი და ეს ქმნის და სასიამოვნო კულტურა გვაქვს ჩვენ საქართველოში და ეს ქმნის უნიკალურ კონკურენტულ უპირატესობას და ამიტომაც არის რომ ტურიზმი გახდა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სექტორი და გასა საექსპორტო. ეხლა ჩვენ რაზეც უნდა გავაკეთოთ კონცენტრაცია თუ გვინდა რომ მაქსიმალურად სწრაფად იყოს ეკონომიკური ზრდა, ვიპოვოთ სხვა ესეთი კონკურენტული უპირატესობები. შორს რომ არ ვიაროთ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონკურენტული უპირატესობა არის ჰიდრორესურსი, რომელიც ჩვენ გვაქვს. ჰიდროენერგეტიკა. ეს არის ჩვენ რაც ბუნება მოგცა. ეხლა თუ ჩვენ ეს ვერ გამოვიყენეთ, ეხლა აქ ჩვენ არა გვაქვს იმის კონკურენტული უპირატესობა, რომ თქვათ ეხლა აი ავტონაწილების ოპეროთ თქვათ ეხლა Toyota-მა ქარხანა გახსნას. არა, ვარს მუშები ყავს კვალიფიცირებული და ვერც კონკურენციას გაუწევთ თურქებს მუშახილის ხელფასებად, გვიჭირს ეგ რა. შეიძლება როდესაც მოხდეს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჰიდროენერგეტიკის უპირატესობა. რატო არ ვაკეთებთ ამის რეალიზაციას? ეს რა თქმა უნდა ძალიან გულდასაწყვეტია. ეხლა რა თქმა უნდა ჰიდროენერგეტიკის მშენებლობა დაკავშირებული არის ბუნების დაცვასთან. და ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ის რომ ჩვენი ბუნება დავაზიანოთ როგორმე, იმიტომ რომ ამით ჩვენ დავარტყავთ ჩვენ სხვა უპირატესობას, რაც არის ჩვენი ტურიზმი. მაგრამ დღევანდელი ტექნოლოგიებით ჰიდროენერგეტიკა სრული პასუხისმგებლობით ვამბობ შენდება აბსოლუტური ბუნების დაცვის წესებით. აბსოლუტური პრობლემა არ არის პრობლემა არ არის დღეს ისეთმა ქვეყნებმა როგორიც შვეიცარია ჯერ კიდევ 30 წლის წინ ააშენეს 140 სადგური არის შვეიცარიაში. იაპონიაში არის 120 ჰიდროელექტროსადგური. ჯერ ამდენი წლის წინ მათ ააშენეს ეს და არაფერი პრობლემა არ აქვთ. დღეს ტექნოლოგიები გვაძლევს საშუალებას რომ კიდე უკეთესად და კიდე მეტი დაცვით ანუ ჩვენ არ გვაქვს ეს პრობლემა რომ ჩვენ ბუნებას დავაზიანებთ ამით. არა გვაქვს. ამიტომ ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. ეხლა საკითხი არის როგორ. მაგრამ აქ მარტო ბუნებაზეც არ ყოფილა გიორგი საუბარი, ანუ ბუნება ერთ-ერთი საკითხი იყო, მაგრამ მე უფრო მგონია რომ ბუნებაზე ძალიან ჰიდროენერგეტიკული პროექტების განხორციელება უფრო პოლიტიკურ თემებს შეეწირა ქვეყანაში. არა, მაგრამ ის მიზეზი, რომელიც იყო წამოყენებული, ერთ-ერთი იყო ბუნება. რატომ გავაგდეთ და გავაგდებინოთ ყველა ინვესტორი, იმიტომ რომ იყო რაღაც განსაზღვრული დონის პროტესტი, რომელიც იყო დიდწილად იყო გულახდილი მართალი პროტესტი, იმიტომ რომ მოსახლეობას არ აუხსნეს, ადგილობრივ მოსახლეობას ჩვენ ვერ აუხსენით რა არის ამის სიკეთე და რომ ეს მათ არაფერი არ მოუვოდა. არ ჩავატარეთ, აი როგორც ბევრ რაღაცაში გვაქვს ჩავარდნა, არ ჩავატარეთ საკმარისი სამუშაო. იყო რაღაცა ჯგუფები, რომლებიც პირდაპირ დივერსიას აწარმოებდნენ ამისი, ან ფულის გამოძალვის მიზნით ან პოლიტიკური მიზნით რომ რაღაც საბოტაჟი მოეწყო. ესეთი ჯგუფებიც იყო, რომლებიც მონაწილეობდნენ ამაში. ამას ყველაფერს სახელმწიფო იმიტომ არის, რომ უნდა გაუმკლავდეს. და ამას ჩვენ ვერ გაუმკლავდით. ხან იქიდან მე გეტყვით, როდესაც ვიყავი სამინისტროში, მე მოვითხოვე უწყებათა შორის სერიოზული სამუშაო ჯგუფის შექმნას. საერთოდ მე ვთვლიდი, რომ ჰიდროენერგეტიკის აშენებას ცალკე სამინისტრო შეიძლება ითხოვდეს კიდევაც. ისეთი მნიშვნელოვანი საკითხია და ენერგეტიკული სტრატეგია, რომელიც ჩვენ არ აგვაქვს და ჩვენთან დადის რაღაც ათობით რაღაც გაურკვეველი სახის ინვესტორი, რომელიც ხან ერთ სამინისტროში მიდის, ხან მეორეში, ყველა რაღაცას ელაპარაკება და ბოლო-ბოლო არაფერი არ ხდება. და მე მოვითხოვე უწყებათა შორის ჯგუფის შექმნა, სადაც ყოფილი უსაფრთხოების სამსახური, ინფრასტრუქტურის სამინისტრის ვერ გავიტანა ეგ საკითხი, იმიტომ რომ არ იყო პოლიტიკური ნება ბოლომდე. ვითომ იყო, მაგრამ თქვენს ეხა არ გვინდა რა მნიშვნელობა. ესე არ შეიძლება. ჩვენ უნდა შევქმნათ ძალიან ძლიერი სახელმწიფო მექანიზმი ამ პროექტების წინ წაწევისთვის. იმიტომ რომ მე მინდა თქვა რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი მარტო იმიტომ რომ ჩვენ თქვათ გვექნება დანაკლისი ელექტროენერგიის შინ ქვეყანაში და გაძვირდება. ჩვენ შეიძლება მაგას როგორმე მოვერიოთ, აი წლიწრული პროექტებით რომოს აკეთებენ. აქ არის ლაპარაკი იმაზე რომ ჩვენ ვკარგავთ უდიდესი ექსპორტის პოტენციალს როგორც ქვეყანა ელექტროენერგიის. და მე ახლა აქ ვიტყვი რა იქნებოდა ანაკლის ანალოგიურად იდეალური კონსტრუქცია ამ ესეთი პროექტების. ხო, საინტერესოა, რა იქნებოდა? ესე იგი, ესეთი პროექტის, აქ არის ლაპარაკი მარტო იმაზე, რომ ჩვენ ავაშენოთ ელექტროსადგური. ჩვენ ავაშენოთ ნენსკრა, ხუდონი, მაგათ უკვე იმხელა სიმძლავრეებია, რომ ჩვენ ამას ქვეყნის შინით ვერ გამოვიყენოთ. ჩვენ ეს ექსპორტზე უნდა გავიტანოთ.
ეხლა იდგება საკითხი, როგორ ვინ აიღებს ამ ელექტროენერგიას? ეხლა თქვენ იცით, რომ ჩვენ აქეთ ხარეს ეხლა აზერბაიჯანს და რუსეთის ფედერაციას და ირანს ნამდვილად არ ჭირდება ელექტროენერგია და იმდენი აქვს, რომ თვითონ არ ეციან საწაი. კი ბატონო. ერთადერთი ჩვენი ექსაექსპორტო მეზობელი იყო სომხეთი, სადაც ძალიან მცირე მოხმარება არის პრინციპში და თურქეთი. თურქეთში როგორ არის, ისეთ ერთ პერიოდში თურქეთში იყო ელექტროენერგიის დანაკლისი, მე იმდენი ააშენეს, რომ საერთოდ ჩამოვარდა ფასები. ალბათ კიდე ააშენებდა. ამიტომ ამაზე ჩვენ დიდ ფსონს ვერ დავდებთ თურქეთს. ჩვენ უნდა ვიპიკოთ, როგორ მოხდება ამ ელექტროენერგიის ექსპორტი. დღეს ჩემი აზრით, ყველაზე დიდი საშუალება არის ამ ელექტროენერგიის ექსპორტი დატა ცენტრების საშუალებით, მონაცემათა ბაზების ცენტრების საშუალებით, რომელთა აუცილებლობა და უზარმაზარი სიმძლავრეების შენებლობა დღეს ამერიკაშიც არის დაგეგმილი. თუ თქვენ მოусმენთ პრეზიდენტ ტრამპის პროგრამას, ის ძალიან დიდ წილს უთმობს იმაში, რომ ის აძლიერებს თავის ენერგეტიკას პრაქტიკულად რთავს ისევ ნახშირზე მომუშავე ელექტროენერგიას, რომ და აშენებს უზარმაზარ დატა ცენტრებს. ეს დატა ცენტრები არის აბსოლუტურად გარდაუვალი იმისთვის, რომ წინ წაიწიოს ხელოვნურმა ინტელექტმა, რომელიც ახლა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საინვესტიციო თემა. ხელოვნური ინტელექტის მუშაობას სჭირდება სასწაულის სიმძლავრეები მონაცემათა ცენტრების. ამ მონაცემათა ცენტრებს თავისთავად სჭირდება სასწაული რაოდენობით ელექტროენერგია. იმიტომ რომ ისინი ჭამენ ელექტროენერგიას აურაცხელი რაოდენობით. ჩვენ წარმოიდგინეთ, როგორც ქვეყანა, რომ ავაშენოთ ჰიდროსიმძლავრეები და მიურთოთ ზევიდან დატა ცენტრები, ჩვენ პრაქტიკულად ინტერნეტით ვაკეთებთ ამ ელექტროენერგიის ექსპორტს. ანუ ჩვენ გვიხდიან ფულს დატა ცენტრებში, მაგრამ რეალურად ელექტროენერგიას ყიდულობენ დატა ცენტრების საშუალებით. და ესეთი ტიპის მეგა პროექტებში მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად რომ დაინტერესდეს შეიძლება ამერიკული კომპანიები და ევროპულიც და ჩინურიც, იმიტომ რომ მაგათ სულ ყველა სჭირდებათ. და ამას ზევიდან დაურთეთ კიდე ის, რომ ეს დატა ცენტრები იმუშავებს მწვანე ენერგეტიკაზე, რომელიც აგრეთვე ყველა შემთხვევაში მომავალში უფრო და უფრო რელევანტური გახდება. ანუ ჩვენ გვექნება მწვანე ელექტროენერგიაზე მომუშავე დატა ცენტრები. ესეთი ტიპის პროექტში მე აბსოლუტურად შესაძლებლად მიმაჩნია, რომ ჩვენ მოვიზიდოთ აი 4-ეულის ინვესტიცია ვიზეს ვილაპარაკეთ. წარმოიდგინეთ, ჩვენთან თუ იქნება ესეთი დატა ცენტრები. ქონდა ეს ინიციატივები მინისტრობის როდეს რამაშიც იქნება ამერიკა, ევროპა, ჩინეთი და რუსეთი, ეს დატა ცენტრები იქნება საქართველოში, ეს კიდე რამხელა გეოპოლიტიკურ უსაფრთხოებას გვიქმნის. ხო, არა, საინტერესო. ქონდა ეს ინიციატივები მაშინ. ფული შემოდის. აბსოლუტურად არაფერი მავნებლობა არ აქვს არაფრისთვის. ექსპორტი გვაქვს ინტერნეტ კაბელით პრაქტიკულად თელი ამ ელექტროენერგიის და კიდე უსაფრთხოებას გვიქმნის. აი ეს არის სადაც უნდა იმუშაოს სახელმწიფო. ეს ქონდა ეს ინიციატივები მინისტრობის პერიოდში. დატა ცენტრები მაშინ ესეთი რელევანტური არ ყოფილა. ხო, მაგრამ ეს ინიციატივები ანალოგიური რა თქმა უნდა იყო, კი, რა თქმა უნდა. ძალიან საინტერესო ხედვა არის. მე სხვათაშორის არ მომისმენია ეს ხედვა არასდროს და მაგარია, ნამდვილად ძალიან კარგად ჟღერს. შავი ზღვის კაბელი რატო გამორიცხი ამ სიტუაციიდან? შავი ზღვის კაბელი, ჯერ ერთი შავი ზღვის კაბელს არ აქვს იმხელა გამტარებულობა კიდევაც აშენდეს. შემდეგ ამ შავი ზღვის კაბელით ჩვენ ელექტროენერგია უნდა გავყიდოთ ევროპაში და ამის რენტაბელობაც როგორც ანაკლიის სპორტის არ იყოს, ეგეც გასარკვევია. შავი ზღვის კაბელი იმდენად რთული პროექტია ინჟინრულად, რომ კიდე სანახავია როგორ შესრულდება, როდის შესრულდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე აბსოლუტურად არ ვაყენებ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ, შეიძლება იყოს, მაგრამ ერთი მეორეს ხელს არ უშლის. მაგრამ ჩვენ თუ მე რაც მოვყევი, ეხლა ნახეთ, ერთი არის, რომ რისთვის ვაშენებთ ამ ჰიდროელექტროენერგიას, იმიტომ რომ ევროპაში გავიტანოთ ელექტროენერგია, გავიგეთ, ხო, ნუ ეგ ტრადიციული არის, მაგრამ მეორე მხრივ, აი წარმოგიდგენთ ესეთი ტიპის პროექტი დატა ცენტრები, თავის რაღაც სახელმწიფო მონაწილეობით და გარანტიით, ესეთი 4 ინვესტორი, მე მგონია ბევრად უფრო მიმზიდველი არის. ბევრი მსხვილი ინვესტორისთვის დღევანდელ დღეს. გადაცემის გენერალური სპონსორია ავტობანი. უმაღლესი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებისა და სერვისის 29 წლიანი გამოცდილება.
გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. გადაცემა შენობით ბიზნესის პარტნიორია სენა ავტო. გადაადგილებას უზრუნველყოფს ელექტრომობილი სენა i400. შენი ელექტრომობილი